ჯინო ყველასთვის ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აქტიური ახალგაზრდები ჯინო ფერედაისში იმყოფებოდნენ. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის და არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ერთობას ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების წახალისებას, გააქტიურობას და მათ ჩართულობას ამა თუ იმ ღონისძიებებში. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მსგავსი პროექტების განხორციელებას სამომავლოდაც გეგმავს. ჩვენ აქტიური ახალგაზრდების წახალისება მხოლოდ ერთი რამის გულისთვის გვინდა, რომ პასიურები ვინც არიან მიხვდნენ, რომ მათი აქტიურობა იქნება წახალისებული და ხელშეწყობა იქნება ძალიან დიდი და ძალიან კარგი. ჩვენ კიდე გვაქვს სამომავლოდ ძალიან ბევრი კარგი გეგმა გორის მუნიციპალიტეტს, ასე რომ მოუწოდებ გორის ახალგაზრდობას იყავით ჩართული სხვა პროგრამებში, იმ პროექტებში, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, იმ პროგრამებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ გორის რაიონში და მიიღებთ ესეთ ლამაზ დღეებს, როგორიც მიიღეს ჩვენმა ახალგაზრდებმა. დღეს ლიდერთა ლიგის აქტივისტებმა მოვაწყეთ გასვლითი ღონისძიება, სადაც მონაწილეობდით მე და ჩემი თანატოლები. ვიყავით ჯინო ფერედაში, იყოს ძალიან დასამახსოვრებელი დღე ჩვენთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით ჯინო ფერედაში. იმედი მაქვს, რომ კიდევ წამოვალთ, რათა სხვა ბავშვებიც ჩაერთონ ამ აქტივობაში. ეს ძალიან კარგი იყო, კარგად გავერთეთ და იმედი მაქვს, რომ განმეორდება ეს ყველაფერი.